ეს არის ერთობლივი, ესე რომ ვთქვათ, მოლაპარაკება, თუ შედგა, რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკება პროკურატურასა და დაცვას შორის, ბრალდების ხარჯსა და დაცვას შორის და მე ვთვლი, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან არის კიდევ ერთი, ესე რომ ვთქვათ, დათმობის ნაბიჯი გადმოდგმული. ამ საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები ორივე მათგანი შესაძლოა პირდაპირ დარბაზიდან გაანთავისუფლონ უკვე შემდგომ პროცესზე, რაც ფაქტურად წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. ამიტომ ამ კონკრეტულ მომენტში რა თქმა უნდა, თვითონ ომარ ოკრიბელაშვილი თანახმა და პირიქით უხარია კიდევაც, რომ თავისუფლებაზე გამოვა ძალიან მალე, თუმცა საბა მეფარეშვილი რაღაცნაირად ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული მის პოზიციებში. გაურკვეველია ესე რატო ხდება, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ საბა მეფარიშვილს აუხსნათ, რაც ნიშნავს საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ მასაც ვიხილავთ ძალიან მალე თავისუფლებაზე. ჩემი ერთადერთი პოზიცია ისაა, რომ დროულად გამოვიდეს თან 20 იანვარს, ახლა რო გადაიდო სასამართლო დაბადების ღიაკს და 20 წლის ხდება. ახლა არის 19 წლის ბავშვი და ველოდებოდით დღეს დასკვნითი პროცესს, რო ითქვა, მაგრამ ახლა აი არ ვიცი, ვეღარაფერს ვეღარ ვიტყვი რა მოკლედ რა. просто ემოციურ ფონზე მაპატიეთ რა, უბრალოდ აი ლაპარაკის თავის არა. შემდეგ პროცესზე, ანუ 20 იანვარს 12 საათზე გაირკვევა, რაზე შეჯერდებიან მხარეები და მიიღწევა თუ არა საპროცესო შეთანხმება. მე შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ასამართლებენ იმის გამო, რომ მათ დააზიანეს 400 ლარიანი საპოლიციო ჯებირი. 8 თვის განმავლობაში ეს ადამიანები სხეიდან საბრალდებო სკამზე მათი პროცესები არაერთხელ ხელოვნურად გაჭიანურდა დროში, არადა შესაძლებელი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ისინი შეეწყალებინა მოსამართლის თანხმობის საფუძველზე. მარიამ, დიდი მადლობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მარიამ ჩანტლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი კადრები აბუ-დაბიდან, რომელიც ეგრეთ წოდებული დეპუტატების ჯგუფურ თავდასხმას ადასტურებს.